გამარჯობა, საკვირაო ისევ გიბრუნდებათ და მე შევეცდები რომ ყოველ კვირას შევხვდეთ ერთმანეთს და გაგიზიაროთ კვირის მიმდინარე ამბები და ვისაუბროთ უბრალოდ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის 26 ოქტომბერი. გუშინ იყო 26 ოქტომბერი, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა ეგრეთ წოდებული არჩევნები. ჩვენ ყველა ვიცით, როგორც ჩაატარა. მე თვითონ მონაწილეობდი დამკვირვებლად ამ არჩევნებში და კარგად ვიცი რა როგორ მოხდა. ქუჩაში დიდუბეში ვიყავი დამკვირვებლად და მან ჯერ 3 მანქანა ტიტუშკები იდგა, შემდეგ შიგნით მასწავლებლები ბჭყალებში, რომლებიც სიებზე რეკავდნენ და მთელი ეს პროცედურა მთელი დღის განმავლობაში. ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ამ არჩევნებისთვის. მე თვითონ მეგობრებთან ერთად მქონდა შექმნილი დააკვირდი, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ბჭყალებში, უფრო საინიციატივო ჯგუფი, სადაც მოხალისე ადამიანებს ვამზადებდით დამკვირვებლად და აი ძალიან დიდი შრომა ჩავდა ამ პროცესში. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულ ოცნებამ გააყალბა არჩევნები, თან გააყალბა ისე, რომ ამას ვერ წარმოვიდგენდით ამხელა მასშტაბს. 5-6% ყველა წარმოდგენილი მქონდა, რომ რაღაცა იქნება ეს, როგორ გითხრათ, ადმინისტრაციული რესურსები და სხვა მექანიზმებით დამატებული და გაყალბებული, მაგრამ ისაც ქართულ ოცნებამ გააკეთა მთელი ქსელები, კოლ-ცენტრები და ასე შემდეგ, ის წარმოუდგენელი იყო. ნუ დღეს მოვედით იქამდე, რომ უკვე 1 წელი გავიდა ამ გაყალბებული არჩევნებიდან და ჩვენ ყოველდღიურ პროტესტში ვართ, ყოველდღე ვდგავართ რუსთაველზე, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. ამ 1 წლის განმავლობაში იმდენი რაღაც მოხდა, რომ შეიძლება ყველაფერი არც გამახსენდეს. დაკავებები, დახვედრები, სისხლით დააკავეს ჩვენი მეგობრები, ადმინისტრაციულად ყოველდღიურად აკავებენ, დაყადაღებები, დახვედრები, დარეკვები და აი ყველაფერი, რაც კი შეიძლება, ერთი იარაღი არ უსვრიეთ ჩვენთვის, თორემ დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. და ამის მიუხედავად ჩვენ ისევ გამოვდივართ და ვაპროტესტებთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ მართლები ვართ და უბრალოდ არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიუგდოთ ერთ ადამიანს, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის კავშირში რუსეთთან და არ გვინდა, რომ ჩაუბაროთ ეს ქვეყანა რუსეთს. შესაბამისად, ბევრი რამ მოხდა, როგორც უკვე გითხარით ამ 1 წლის განმავლობაში და ახლა ცოტა ხნის წინ დაგვირგვინდა ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციით. თურმე ადამიანი იპარავდა ამდენ ფულს ამდენ წლის განმავლობაში, სადღაც 18 მილიონი მოიპარა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შესახებ თითქოს არავინ არაფერი არ იცოდა და დღეს ეს ადამიანი სასამართლოს წინაშე წარს დგა და მოსამართლე ეკითხება ეგეთ რაღაცას. რამის თქმა ხო არ გინდათ ირაკლი და ირაკლი პასუხობს არაფერი. ხო, აი არაფერი არ აქვს ირაკლის საპასუხო პირველ რიგში თავისი ამომრჩევლისთვის, ვინც ესე ქომაგობდა მას და ვინც ესე მხარში ედგა. ასევე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ ქართულ ოცნების ამომრჩეველს მე უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა დანარჩენი მაღალჩინოსნები, იმიტომ რომ ისინი იპარავენ თქვენი ფულიდან, თქვენი ბიუჯეტიდან, თქვენი ჯიბიდან და აი ამხელა თანხებზე მიდის საუბარი. ხა რაც ნახეთ კადრებში, აი ამ ფულთან ერთად ის ოქროულობა რაღაც ასე შემდეგ, ეს არის ალბათ სხვაში წვეთი, რაც თქვენ მოგყარეს და ძალიან სამწუხარო, როდესაც ქართველი ქოცის პასუხი არის სუბსავჭამ, ხო? რეალურად ეს გაგიკეთათ ქართულმა ოცნებამ თქვენ. რომ თქვენ უნდა ჭამოთ სუპი და ვიღაც კონკრეტული მაღალჩინოსნები იმდენად გამდიდრდნენ, რომ შემდეგ რა ვიცი, არაფერი არ დაგიტოვოთ მინიმუმ, ხო? ეს 18 მილიონი კი ნახეთ რომ მოიპარა, მაგრამ მაგის გარეთ რამდენი აქვს მოპარული და რამდენი არ ჩანს, ეგ კიდე ხო ცალკე საკითხია, რამდენმა მოიპარა კიდე, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი ხო არ არის. თქვენ რა გჯერათ, რომ ახლა არავინ არ იპარავს თქვენ ფულს? ან თქვენ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან სუფთა ამ ამბავში და არ იცოდა ირაკლი ღარიბაშვილი ყობახი რამიშობა აქვს, რომ თქვენ ფულს პარავდა? ან გჯერათ, რომ ტუალეტში ივანიშვილის ნებართვის გარეშე გადიოდა ირაკლი ღარიბაშვილი, ან ყველაფერს მასთან ათანხმებდა და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამხელა ფული მოიპარა ადამიანმა და ივანიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცის? ან წარმოიდგინეთ, ამდენი ფული თუ მოიპარა ირაკლი ღარიბაშვილმა, თვითონ ბიძინა ივანიშვილს რამდენი აქვს მოპარული და მოკლედ რა საშინელ მდგომარეობაში ვართ, რატომ ვერ იაზრებ ქოცო ამას. ეს არის პირველ რიგში თქვენი შეურაცხყოფა რა. ეხლა მე ხო არა ვარ ქართული ოცნების ამორჩეველი ღმერთმა დამიფაროს და ვარ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი რა.
და მეც ძალიან, რა ვიცი, გაბრაზებული ვარ ამის გამო, მაგრამ შენ, კოცო, აი წარმოიდგინეთ, პირველ რიგში შენ გპარავდა ეგ ადამიანი რა. პირველ რიგში შენი ჯიბიდან მიდიოდა და გეუბნებოდა, რომ აი ვისაც გამოვლინდება კორუფცია და ვინც რაღაცა ფულს მოიპარავს, ყველა სამაგალითოდ დავიჭერდეთ, თუმცა აი ამ ხელა თანხები მოუპარიათ ისე რომ შენ ამის შესახებ აზრზე არ იყავი, მაგრამ ალბათ შენ ამასაც შეჭამდა გაატარებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროპაგანდის მსხვერპლი ხარ და ყოველდღიურად ამაზე მუშაობს პოზიტივი იმედი და დაბუსტული Facebook გვერდები, სადაც ისევ შენი ჯიბიდან ძალიან ბევრ თანხას იხდიან იმისთვის, რომ ისევ შენ მოგატყუონ და შენ სახში ზიხარ და ისევ ამ არხებს უყურებ და გონია რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილის აი ამ კორუფციის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა და გონია წმინდანი ეგ ადამიანი არა და არის ერთი პატარა რუსის აგენტი, რომელსაც გაუვიდა ის რომ შენ მოგატყუა და ქვეყანას მოაჯდა აი თავზე, ხო? ამასთანავე მინდა გავმახვილო რაღაცებზე ყურადღება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მხარეზეც მინდა ვისაუბრო, ვინც არის ოპოზიციურად განწყობილი, ვისაც არ მოწონს უბრალოდ ქართული ოცნება. ყველამ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. მე რო გითხარით, რომ ყოველდღე რუსთაველი იკეტება, ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი. ჩვენ მან ყოველდღე გავდივართ და ჩვენ რუტინად იქცა რა ელემენტარულად, ეს მარტივად რო ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად კახაკალაძეს თბილისში აქვს 15%-იანი მხარდაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი თბილისის მოსახლეობის ასე რომ გადავიყვანო პროცენტებში, მიიღო 20% დაახლოებით, 1.200.000 ადამიანიდან და ხო ვიცით, რომ 4% თავისუფლად აყალბებენ ხოლმე. თქვათ, რომ რეალურად ქართულ ოცნების წარმომადგენელი კახაკალაძე თბილისში იღებს 15%-ს, ანუ ხედავთ, რომ ძალიან მცირეა რაღაც როგორ ვთქვათ, სახელისუფლებო ამომრჩევლის რაოდენობა თბილისში განსაკუთრებით. ხო და დანარჩენები ვართ ჩვენ, ის ადამიანები, ვისაც არ მოგწონს ეს ხელისუფლება, ან ის ადამიანები რაღაც ნაწილი, ვისაც შეიძლება არც ერთი არ მოსწონდეს. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ხსნას სხვაგან ეძებს და უნდა უკეთესი ადამიანი გამოჩნდეს. მაგრამ თუ არ მოგწონს ეს ხელისუფლება და თუ ყველას გაანალიზებული გვაქვს ის, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთისკენ მიგვაქანებს და რუსეთში გვამყოფებს და ასე შემდეგ, მაშინ ჩვენი ხმა უფრო ხმამაღლად უნდა ისმოდეს რა. გულისხმობ იმას, რომ თუ ადამიანების ჯგუფი არის, ვისაც ყოველდღიურად თავი აქვს გადადებული და გამოდის რუსთაველზე და რა ვიცი რეპრესიების იმას უპირისპირდება ტალღას, ვისაც პოლიციელები აგინებენ, ურტყამენ, იჭერენ და ასე შემდეგ, ამისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა არის ის, რომ ყოველდღიურად რუსთაველზე უფრო მეტი ადამიანი ვიდგეთ მანდ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ გაამკაცრის კანონები და აი პირბადის გაკეთებაც კი უკვე დასჯადი არის, ასევე ვიცით, რომ გზის გადაკეთვაზე უკვე, რა ვიცი, ერთხელ გადაკეტავ და მეორეჯერ უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის და ერთი წლით შეიძლება დაგიჭირონ ამის გამო. ჩვენ თუ ვაანალიზებთ ამ პროცესებს, რაშიც ვიმყოფებით, მაშინ უბრალოდ ტელევიზორიდან ამას არ უნდა შევხედოთ და უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაგიძახათ, არამედ იმიტომ, რომ შენმა შინაგანმა ხმამ უნდა გიკარნახოს ეს, რომ კვირაში ერთი დღე მაინც გამოხვიდე და დადგე იქ. იმიტომ რომ მან ძალიან კარგი ადამიანები დგანან ის ადამიანები, ვისაც მართლა შესტკივათ გული ამ ქვეყანაზე და უბრალოდ მარტო არ უნდა დავტოვოთ ეს ხალხი რა. ხო, უკვე ბევრი ამბობს და მეც გამომივარებ, რომ ავტორიტარიზმიც კი არ არის, უკვე რაღაც დიქტატურაში გადადის ეს რეალობა, რაშიც ახლა ვიმყოფებით და კანონები ბევრად უფრო აბსურდული ხდება. აი ვინ წარმოიდგენდა ერთი წლის წინ, რომ რაღაც პირბადის გაკეთების გამო პოლიციელთა ჯგუფი მოვიდოდა და ამის გამო დაგაკავებდნენ. ხო, წარმოუდგენელი იყო, მიდიხარ, პირბადე გიკეთია და პოლიციელი მოდის და აი პირბადე უკეთია და რაღაც ოქმს შეგავსებინებს, იმას მოგახსნებინებს, ფოტოს გადაგაღებინებს, ხო? ხო ხდებით რა დონის აბსურდი არის, პირბადის გაკეთების გამო იჭერენ ადამიანებს. და შემდეგ უკვე სასამართლო მიმდინარეობს, ის მოსამართლეს გამოდის და აი პირბადე თუ გეკეთა, ესე იგი დანაშაულია, კანონში წერია ეს, კანონში. ხო? ხო და რა ვიცი, ხშირად ვამბობთ, რომ კანონები ბევრგან იყო, მაგალითად ჰიტლერსაც ჰქონდა კანონები, რა ვიცი, სტალინსაც ჰქონდა, მაგრამ ასრულებდნენ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები ძალიან რეპრესიული იყო და პირდაპირ ადამიანის უფლებებს ურტყამდა, ხო? ამიტომ, რა ვიცი, ყველა კანონი არ არის განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, ხო? დემოკრატია რო იყოს ჩვენთან, კიდე მესმის, რომ ვიტყოდით, რომ კანონი უნდა შევასრულოთ, იმიტომ რომ ეს
ყველასთვის არის და არის სამართლიანი, ხო? მაგრამ დღეს არაფერი არ აქვს ჩვენს კანონებს სამართლიანობასთან. შესაბამისად, აი ამ პროცესების მერე დააკავეს ბევრი ჩვენი მეგობარი. სასამართლოები მიმდინარეობს ხამის 2-3 საათამდე. წარმოგიდგენიათ, სასამართლო ხამის 2 საათამდე ათენებენ ხოლმე ადამიანები მანდ. უკვე იმდენად გადაიჭედა ეს დროებითი მოთავსების იზოლატორები, რომ ადამიანები თბილისშიც ვეღარ ეტევიან და მიყავთ სხვადასხვა ქალაქებში. მაგალითად, აი ნეკა ნათელაშვილი, ჩვენი მეგობარი წაიყვანეს ფოთში, ფოთის იზოლატორში, თბილისიდან გადაიყვანეს ფოთში. ასევე სხვადასხვა ქალაქებში მყავს, მაგალითად, რა ვიცი, მესტიაშიც კი ყავთ წაყვანილი, ხო? წაიყვანეს ასევე ჩვენი მეგობარი ჯობავა ლევანი, რომელიც როგორც ვიცი უკვე იქ ვარჯიშობს და სხვა იზოლატორში მყოფ ადამიანებსაც ავარჯიშებს და ასევე კითხულობს. რა ვიცი, წაიყვანეს, რა ვიცი, პოეტები, მწერლები, სხვადასხვა ადამიანები, ის ადამიანები, ვისაც სამშობლო უყვართ. ნეკა ჩემო კარგო ქვეყანას მღერის ფოთის იზოლატორში და საბუნიამ და როსტომ ზუგდიდიდან ჩააკითხეს და გარედან ჩაურთეს ეგ სიმღერა. აი ამ ყველა სოლიდარობა არის ჩვენ შორის. ანუ როდესაც დაკავების სერიები მიმდინარეობს და ინიციალებს აცხადებენ, მაგალითად ვუიჯუ რაღაც ასე. შემდეგ ნათია გაბრავა მის მეგობრებთან ერთად დგება და ეძებს ამ ადამიანებს, ვინ შეიძლება იყოს ამ ინიციალების ქვეშ. და სანამ არ იპოვის, იქამდე არ მიდის დასაძინებლად. და რომ ვიპოვით, მერე კიდევ ვეძებთ, რომელ იზოლატორშია, რა შეიძლება შეუგზავნოთ, როგორ შეიძლება მოვიქცეთ, ადვოკატს ვეძებთ, ცალკე ადვოკატების ჯგუფი მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში და ამაზე არიან ორიენტირებულები. აი ხო ხვდებით, ჩვენ მხარეს არის ეს სოლიდარობა, ემპათია, მხარდაჭერა და ის რომ გვერდში უდგავართ ერთმანეთს და არასდროს არ ტოვებთ განსაცდელში ჩვენს თანამებრძოლს. მინდა პარალელი გავავლო ასევე ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელსაც ახლახან ჰქონდა სასამართლო და სასამართლო დარბაზი იყო ძალიან ცარიელი. და ჩვენს ადმინისტრაციულ პატიმრობას რო შევეხოთ, აი იმდენად გადაჭედილია, რა ვიცი, ოთახი კი არა, თვითონ დერეფანში და შემოსასვლელშიც დგანან ჩვენი მეგობრები, ხო? აი ეს განსხვავება ღარიბაშვილი მიაგდეს, მას შემდეგ რაც ესე მოიქცა კი არა, რაც შემდეგ რაც ალბათ კობახიძეც დაუპირისპირდა, ხო? აი მიაგდეს არავინ, ვინც ემეგობრებოდა, ვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული, ვისთანაც ჭამდა, ვისთანაც სვამდა და ასე შემდეგ, ვისთანაც მეგობრობდა, ყველა მას მოისროლა და დატოვეს მარტო. და ეს არის კოცები არიან ზუსტად ეგეთები რა. როდესაც ზევიდან ეტყვის ვიღაც ბატონი, რომ აღარ გინდათ ამასთან მეგობრობა, ისინიც რავი წყვეტენ მასთან მეგობრობას და ჩვენ პირიქით ერთმანეთს ვაძლიერებთ. შეიძლება არც ვიცნობდეთ იმ ადამიანს, ვინც დაკავებულია, მაგრამ ის მაინც ჩვენია, იმიტომ რომ ჩვენი თანამებრძოლია და მის გვერდით გავართ ყოველთვის, ხო? აი ეს განსხვავება მინდა დაინახოთ უბრალოდ. ამიტომ ერთ რიგით კოცს გეუბნებით, ვინც ჯერ კიდევ კოცების ამორჩეველი ხართ, რომ აი წარმოიდგინეთ, რამხელა მაღალჩინოსანს პრემიერ-მინისტრი იყო ადამიანი და ის როგორ მიაგდეს და შენ ერთი ჩვეულებრივი კოცი ამორჩეველი რო ხარ, საერთოდ რას გიზამენ, ვის გაახსენდები საერთოდ, ვის ჭირდები, ვის აინტერესებ, ხო? ისევ მე მაინტერესებ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ და მინდა რომ ცოტა თვალი აგეხილოს და ცოტა სწორად დაიწყო აზროვნება, ხო? თორე კოცებს შენ საერთოდ ფეხებზე კიდევ ერთადერთი იმისთვის აინტერესებ, რომ არჩევნები რო იქნება ხმამისზე ან რაღაც მათ აგიტაციაში მიგაღებინოს მონაწილეობა. ეს არის და ეს კოცს შენ რისთვისაც ჭირდები და მე იმისთვის ჭირდები, რომ შენ ხარ მოქალაქე და მინდა რომ სწორი მოქალაქე იყო. ეს განსხვავებაა მიდგომებს შორის. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო ისევ ამ სოლიდარობის მომენტზე და გიორგი თავართქილაძეზე, რომელიც მას შემდეგ რაც ჩვენი თანამებრძოლები დააკავეს ადმინისტრაციული წესით, თვითონ მივიდა პოლიციის განყოფილებაში და უთხრა, რომ აი მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც გზა გადაკეტა. ხო, ეს არის, რა ვიცი, პატარ-პატარა გმირობები ქვია ამას, ასეც ვლაპარაკობ რა, პატარ-პატარა ეს სოლიდარობის მომენტები არის ის, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რაც მოქალაქეს უნდა გააჩნდეს სახელმწიფოში რა. დემოკრატია სხვა კი არაფერი არ არის. დემოკრატიის მთავარი მუღამი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ მოქალაქე იყოს დაფასებული და მოქალაქეს ჰქონდეს უფლებები და შემდეგ ეს მთელი ღირებულებები, ქრისტიანული ღირებულებები რაც არის რა,
ამასთან არის დაკავშირებული მაგალითად აი ეს ემპათია, სიყვარული, თანადგომა და ასე შემდეგ. აი ამისთვის დგავართ ჩვენ და ამისთვის ვიბრძვით რეალურად რა. მე ვიღაცა რო გეუბნება რომ აი აქეთა მხარეს არიან რა ვიცი უღმერთოები, ურჯულოები, არა, პირიქით ყველაზე ქრისტიანული ქმედება არის დღეს რუსთაველზე გამოხვიდე და დადგე და შენი პოზიცია დააფიქსირო. ამაზე ქრისტიანულს ვერაფერს ვერ გააკეთებ დღეს რა. აი ზიარება ეკლესიაში რომ მიდიხარ და იქ მამაოს რო აღსარებას ჩააბარებ, ამაზე უფრო ქრისტიანული არის ის რომ შენ გასაჭირში არ დატოვო შენი თანამოქალაქე და გვერდში დაუდგე მას. კიდე რაზე მინდა ყურადღება გამომახვილო. პოსტივი დადო ქარდი დაკავებულები, სადაც იყვნენ გიგა ლემონჯავა, კვიტატიანი და ასე შემდეგ. მე მგონი 6 ადამიანი იყო აი ამ ქარჯი მოცემული, ვინც თითქოს უნდა დაკავებული ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნიკაც გარეთ იყო, რა ვიცი, თამთაც გარეთ იყო, რა ვიცი, გიგაც გარეთ იყო და გიგა სასამართლოში დააკავეს აი ამ ქარდის შემდეგ, კვიტატიანი ნიკა რამოდენიმე 4 დღის მერე დააკავეს, მე მგონი. ჩდება კითხვა თუ პოლიცია ემსახურება სახელმწიფოს სამთავრობო მედიამ საიდან იცის შესაძლო დასაკავებელთა სია, ხო? და ერთადერთი რა ვიცი, მე კი ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ისე მინდა იმ აუდიტორიაზე გავიდე, ვინც არ იცის და კიდე რაღაცა აი ამ პროპაგანდის ქვეშ არის მოქცეული. რატომ თანამშრომლობენ, როგორ თანამშრომლობს პოლიცია სამთავრობო მედიასთან, ან საიდან გებულობს, მაგალითად ნათია ბერძე, ვინ უნდა დააკავოს, ან შალვა რამიშვილმა რა იცის, ვინ არის დასაკავებელი, ხო? და რეალურად ეს არის ერთი დიდი მანქანა, ბიძინას მანქანა, პოლიცია პლუს ეს სამთავრობო მედია, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებენ. თუ სადმე რაღაცა ხდება სანამ სხვა გაიგებს იქამდე უკვე პოსტივი და იმედი ჟურნალისტები დგანან, რომ გააშუქონ და რაღაცა გააშაონ, ასე ვთქვათ, ადამიანები. შემდეგ უკვე მიდის პოლიცია და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის ჩვეულებრივი დანაშაულის მანქანები არის რა, რომელსაც უჭირავს ხელში რაღაცა დიდი კამერა და ჟურნალისტი მიდის და რაღაც წერს, ხო? ეს არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტობა, ეს არის წმინდად დანაშაულის მექანიზმი რა, რომელსაც ხოცობა იყენებს და ძალიან მძიმე მექანიზმია, რომელიც ძალიან აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ რუსულ ტელევიზიაზე, რომ ვლაპარაკობთ, წმინდად რუსულ ტელევიზიას რატო ვეძახით პოსტივის და იმედს? იმიტომ ვეძახით, რომ რუსულ საქმეს აკეთებს და ბიძინას საქმეს აკეთებს, ხო? და იმდენად შეთანხმებულები არიან ესენი ერთმანეთთან, პოლიცია, ეს მედია და ასე შემდეგ, რომ აი ხო ხედავთ, წინასწარ იციან, ვინ უნდა დააკავონ. უბრალოდ ქარდი გაექცა პოსტივის და წინასწარ დადო რა. თორე ხო იცის ვინ არის დასაკავებელი, ხო? იქ ვიღაცამ დაურეკა პოლიციიდან, ეხლა ეს ქარდი გამოდეთ, ხო? ეგ არის დღევანდელი მოცემულობა. ბევრი სვამს კითხვას დღევანდელ მოცემულობაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი რა. ვამბობთ იმას, რომ ერთი ნაწილი ამბობს იმას, რომ ბრძოლა უნდა იყოს ძალიან მოკლევადიანი, ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს გრძელვადიანი და ასე შემდეგ. შემთხვევით ცოტა ბუნდოვანია, რას ნიშნავს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ბრძოლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვინდა, რომ ხვალვე ქართული ოცნება აღარ იყოს ხელისუფლებაში და რავი, ყველა ერთად აღებული რაღაცა დიდ გეიმში ჩავსვათ და გავუშვათ იქით სადღაც, ხო? მაგრამ რამდენად რეალურია ეს დღევანდელ მოცემულობაში ეს ტაქტიკა, არ ვიცი, ეს ფრაზა, რომ გვინდა მოკლევადიანი ბრძოლა, ჩემთვის ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არც გრძელვადიანზე არ მაქვს სიმართლე გითხრათ პასუხები. მე ერთადერთი ვიცი რა, რომ ჩვენი ბრძოლა, რომელიც არის წმინდა არაძალადობრივი პროტესტი, ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს როგორ? ჩვენ უნდა გქონდეს, რა ვიცი, სტრატეგია, როგორ ვიმუშავებთ, უნდა გქონდეს ერთიანობა, სხვადასხვა ჯგუფები ერთად უნდა დავსხდეთ და რაღაცაზე შევთანხმდეთ და შესაბამისად უნდა გქონდეს გაწერილი გეგმა, რის მერე რას გავაკეთებთ, ხო? ჩვენ არასდროს რეალურად არ გქონია ის, რომ ჩვენ ერთ კოორდინირებულად ერთად კარგად გვემუშავა. აი ეს პრობლემა ყოველთვის დგას ჩვენ წინ რა და ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არც კოცები მოწონს და არც მეორე მხარეს ვერ ხედავს იმედს, გვიფიქრია იმაზე, რატო ვერ ხედავს ეს ადამიანი იმედს? ჩემი აზრით, იმიტომ ვერ ხედავს იმედს, რომ მას არ აქვს სურათის აღქმის შესაძლებლობა. და ჩვენც არ გვაქვს ამ ადამიანისთვის მიწოდებული რა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ არაძალადობრივ კამპანიაზე, ეს უნდა იყოს წმინდად საჯარო რა. ჩვენ საზოგადოებას უნდა ველაპარაკოთ ღიად, უნდა ვაჩვენოთ რას როგორ ვაკეთებთ, უნდა დავანახოთ იმედი, გამარჯვების შესაძლებლობა, გამარჯვებას უნდა ვასხივებდეთ ჩვენ ელემენტარული და ეს როგორ არის შესაძლებელი თუ არ გვყავს ერთი კონკრეტული ლიდერი, ვინც იტყვის, რომ აი
ვაშა და გავიმარჯვებთ, ხო? ესეთი ადამიანი თუ არ ყავს, მაშინ მეორე ალტერნატივაა, რომ სხვადასხვა ადამიანები გვერდ-გვერდ დავსხდეთ, როლები გავინაწილოთ და ერთად ვიმუშაოთ. ყველაზე რეალური ახლა ამ მოცემულობაში არის ეს ზუსტად ახლა რასაც ლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ლიდერს და მესიას ვერ დაველოდებით და ჩემი აზრით არც უნდა დაველოდოთ მესიას. იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ იმას, რომ ყველამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაშინ ჩვენ რაღაცები გვერდზე უნდა გადავდგოთ, თუნდაც ეგო, თუნდაც წყენები და ასე შემდეგ და დავისახოთ მიზნად ამ ქვეყნის რა ვიცი, გადარჩენა, ხო? ყველას გვინდა რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და ბიზნესა მოვიშოროთ. ამისთვის საჭიროა რომ იმ ხალხმა, იმ ადამიანმა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და უყურებს ტელევიზიას, უყურებს ასევე პოსტივს, უყურებს იმედისაც, შიგადაშიგ შეიძლება ფორმულაზეც და ტv პირველზეც გადართოს, იმან როდესაც ის გადართავს ამ ოპოზიციური მედიაზე, ის უნდა ხედავდეს, რომ ვიღაც ადამიანები არიან, ვინც მუშაობს ამ საკითხზე და ვისაც შეიძლება მართლა ვენდო. ეს იმედი და ეს რწმენა მათ უნდა გაუჩინოთ რეალურად, ხო? ამიტომ წმინდად უნდა იყოს, როგორ გითხრათ, საჯარო პროცესი ეს, რა ვიცი, როდესაც ლაპარაკობთ არაძალადობრივ პროტესტზე, არაძალადობრივ პროტესტს უყვარს საჯაროობა. ყველა უნდა ხედავდეს ამას და ყველას უნდა შეეძლოს მაშინ მონაწილეობის მიღება და თუ ამას შევძლებთ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრძოლა და რა ვიცი, გრძელვადიანი თუ მოკლებადიანი იმას შორის რომ მერყეობს, ხო, საერთოდ გაქრება ეს ორი ტერმინი და უბრალოდ ფოკუსი გასწორდება და ჩვენ ნახავთ, რომ ნაბიჯ მივდივართ იქამდე სანამდეც გვინდა რომ მივიდეთ, ანუ ბიზნეს ასე ვთქვათ გაგდებამდე ამ ქვეყნიდან. მოკლედ იცით რომ ჩვენ მოხალისეობრივად მუშაობთ, ეს პროცესი რაც არის ახლა რა ვიცი, საკვირაო სახით წმინდად მოხალისეობრივი პროექტია, მაგრამ შიგადაშიგ ვაწყდებით იმ საჭიროებას, რომ ცოტა ფინანსები გვჭირდება რაღაცის შესაძენად და ასე შემდეგ, რაღაც ელემენტარული საჭიროებებისთვის. ამიტომ ჩემი ანგარიში კი არის დაყადაღებული და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ კომენტარებში და აღწერაშიც მივუთითებთ ანგარიშის ნომერს, სადაც თუ სურვილი გექნებათ, რომ შევით ჩვენს ამ წამოწყებას მხარი დაუჭიროთ, რავი, გვერდში დაგვიდექით, თუ შენიშვნები გექნებათ, შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. ამიტომ წმინდად ღია პროცესი გვინდა შექმნათ, სადაც მონაწილეობა შეძლებთ თითოეული ადამიანი, რა. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს იყოს რაღაც პერმანენტული და ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ჩავწეროთ ეს საკვირაო, რომ არ შეწყდეს ისე, ასევე გვირდებით, რომ ბევრ სხვა პროექტსაც შემოგთავაზებთ და შევეცდებით, რომ ბევრი ადამიანი ჩავრთოთ ამ წამოწყებებში, ამიტომ, რა ვიცი, თუ სურვილი გაქვთ, დაგვიდექით გვერდში. ნორმალური გამოვიდა? ცოტა სერიოზული იყო.